მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში და რაც უფრო ჩქარინაბიჯებით მივიწევთ ამ წლის დასასრულამდე, უფრო მეტი სიახლე მინდა შემოგთავაზოთ და არა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები. ალბათ დამერწმუნებით, რომ გადაღლილებიც ვართ ამ ემოციისგან. გვინდა ფიქრი იმაზე, რაც არის მუდმივი, საინტერესო, კარგი, რაც იყო წარსულში, რაც არის აწყოში და რაც გაგრძელდება მომავალში. ეს არის ხელოვნება, ეს არის სახალხო დიპლომატია, ეს არის ის, რაც აერთიანებს ადამიანებს და რაც უფრო მეც ვიფიქრებთ გაერთიანებაზე, სიყვარულზე, სილამაზეზე და ესთეტიკაზე, მით უფრო ბედნიერი იქნება ჩვენი შემდგომი წლები. დღეს ძალიან საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ერთიანობა ქართული სომხური და ინდური კინემატოგრაფიის და თუ მკითხავთ საიდან და როგორ, ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, რომელიც დიდოსტატი თავისი საქმის, ფრონზიკ მიკრტიჩიანი, რომელიც საყვარელი არტისტი სომხეთის და უმეშ მეხრა კინორეჟისორი, რომელმაც გადაიღო ეს ორი დიდი არტისტი. თავიდან იყო მათი ერთობლივი მუშაობა სომხეთში და ქალბატონმა სოფიკომ ამის შემდგომ დაიმსახურა სახალხო არტისტის, სომხეთის სახალხო არტისტის წოდებაც. ამაზე ვინ შეიძლება გვესაუბროს იმაზე კარგად, ვიდრე ცნობილი კინოპროდიუსერი, არაჩვეულებრივი მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, ჩვენი დათო ბეშტაშვილი. დათო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ვთვლი, რომ ჩვენს ხელოვნების ინდუსტრიაში შენ ხარ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ჯერ ხარ დაუღალავი. მეორე ერთი მინდა გითხრათ ერთი ეს ისტორია ჩემი და დათოს ერთობლივ, ასე ვთქვათ, წიაღსვლებში. შეიძლება შემოგთავაზო სრულიად ფანტასტიკური იდეა, რომელსაც შენ მე იფიქრებ, რა თქმა უნდა, სახეში არ ეტყვი, მაგრამ ზურგს უკან იტყვი შენთვის, მოიცა რა, ეხლა რა დროს ეგარი და არ გამოგვივა. და ასე მოხდა პიერ რიშართან დაკავშირებით. ჩვენ ერთ დღეს დათომ დამირეკა, რომ მოკეთ ბილეთები ამა და ამ დღეს არის აღებული, მივფრინავთ მე და შენ და ხვდებით პიერ რიშარს და წარმოუდგენელი ამბავი იყო. შემიძლია გითხრათ და რა თქმა უნდა ჩვენ საჩუქრები წავიღეთ, ღვინოები, რაღაცები და მართლა შემახვედრა პიერ რიშარი, შემახვედრა ჩემს ფრანგ მეგობართან ერთად და ეს ქალბატონი ისე დაიბნა, ისე გაგიჟდა, რომ მას ევალებოდა ამ ღვინის გადაცემა, რომ დაგვავიწყდა და შემდეგ ესე იგი გზადაგზა ვცდილობდით გამოგვესწორებინა ეს სრულიად კულტურული შოკისგან მიღებული ასეთი საოცარი ემოცია, საოცარი სითბო და სიყვარული და როგორი წარმოიდგინეთ კავშირი უნდა გქონდეს დათოს ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ კინოში, რომლებიც კინოსახი არიან, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომ მის ერთ დარეკილზე აუცილებლად უკუზარიც მომენტალურად ჩდება. დათო, კიდევ ერთხელ არ ვიცი მე როგორ გამოგდის, რაღაცნაირი ჯადოქარი ხარ ამ ამბის და მოდი მოყევი, დავიწყოთ იქიდან რა მოხდა ამ დღეებში, რა გამოფენა ჩატარდა და რითი იყო ეს მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, სომხეთისთვის და ასევე ინდოეთისთვის. ცოტა დამჭირდება დრო რომ აზრზე მოვიდე, იმიტომ რომ ისეთი კომპლიმენტები მიღწევა მოვდუნდი. ცოტა ძნელია და ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთი ის მიხარია, რომ ამას შენ გამღებულობ ლალი, იმიტომ რომ იმდენად ობიექტური ხარ, რომ უბრალოდ ტყუილად სიტყვისთვის და ესე რაღაც რევერანსისთვის ამას არ იტყვი, თუ ვინმეს ეტყვი ცუც, ესე იგი ამას იმსახურებს თუ კარგს, ესე იგი კარგს იმსახურებს. ამიტომ მოვდუნდი და დიდი მადლობა გაიხარეთ და დიდი მადლობა რომ ყოველთვის ინტერესდები, არ არსებობს რომ რაიმე დაიდოს ჩემს გვერდზე და არ დაინტერესდე თუ ის დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან ან სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთობებზე და ყოველთვის მაძლევს საშუალებას რომ მე შენს ეთერში უფრო ფართოდ ვისაუბრო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რა პიერ რიშარით დავიწყებ, რომ ეს მართლაც სასწაული ისტორია, როდესაც ეს ღვინო ჩავიტანეთ ქართული რეკლამა არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ მას ეს გასინჯული ქონდა და პირიქით თუ გახსოვს ბედნიერმა გვითხრა, რომ ამ საღამოსო სახლშიო დავლევო. და როდესაც უკვე ვჯდებოდით მანქანაში, აი ემოციებით მოვდივართ და სანამ მანქანამდე მივიდოდით გაწვიმდა კიდეც და იმ წვიმასაც ვერ ვგრძნობდით და აი აღმოვაჩინეთ, რომ პიერ რიშარისთვის ნაჩუქარი ღვინო ისევ ჩვენ მქონდა მანქანაში. მახსოვს როგორ გავარბოდით უკან და ისევ იყო საერთოდ თავი მოპედით იყო. ხო, მოვიდა მოპედით, მელოდე ხა ჩვენი ვარსკვლავი როგორ მანქანა დაცვა, კარები უნდა გაუღონ უკან და ის მოვიდა მოკლედ. ეხლა რაც შეეხება ამ საღამოს
1 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მეკერტიჩიანის უცნობი ფოტოების გამოფენა, იმიტომ რომ იმდენად ბევრია მათზე ნათქვამი, იმდენად ყველაფერი, აი რა ახალი რა უნდა თქვა, ან ახალი რა უნდა აჩვენო, ხო? და უცებ აი იწერება რომ უცნობი ისტორიები, უცნობი ფოტოები და მართლაც ასე იყო, ამ შემთხვევაში გამოფენილი იყო მათი ფოტოები ინდური და სომხური ფილმების გადაასაღები მოედნიდან. და საინტერესოა, ვინც შეაგროვა ეს ყველაფერი? ეს ფოტოები არ არის არც Google-ში, არც რომელიმე ქვეყნის არქივში და იქვე უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი თუ სხვები მთხოვდნენ რომ იქნება გადაგვეცა მათთვისაც საჩუქრად. მოვიპოვე მე და მოვაგროვე მე, აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში. და ეხლა როგორც სომხეთზე ვთქვათ ჯერ, თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში, რომ ბევრმა არ იცის სხვათა შორის, რომ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი მართლა ძალიან დიდი მასშტაბის მსახიობი იყო და დიდი დაფასება ჰქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ აი სომხეთშიც. პირველი ეს იყო სატელევიზიო ფილმი არევიკი, ის თამაშობდა არმენ ჯიგარხანიანთან ერთად, ფანტასტიკური ორსერიანი ფილმი იყო. და ამას შემდეგ მოყვა 1980 წელს ფილმი ცის ნაჭერი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ სოფიკო ჭიაურელი და ფრუნზიკ მეკერტიჩიანი. და ამის შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ ქალბატონი სოფიკო გახდა სომხეთის სახალხო არტისტი. და მე როგორ მოხდა მათი გადაღება ინდურ ფილმში? აი ამ დროს უკვე ხო ინდოეთი იწყებს და ჩვენი უმეშ მეჰრა, რომელიც თქვენი სასტუმროს სტუმარი იყო და მთელი ფეერვერკები არ დამავიწყდება არასდროს ეს სტუმრობა. იწყებენ ფილმის გადაღებას ალიბაბას და 40 ყაჩაღის თავგადასავალი და ნუ უნდა ყოფილიყვნენ მსახიობები საბჭოთა კავშირიდანაც და სწორედ მაშინ შეირჩა ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, რომელიც ასრულებდა ალიბაბას დედის როლს და ფრუნზიკ მეკერტიჩიანი, რომელიც ვაჭარი მუსტაფას როლს ასრულებდა. ნუ ფანტასტიკურია, ძალიან სამწუხაროა, რომ არა გვაქვს ამის ვიზუალურად ჩვენების საშუალება, მაგრამ მაყურებელი ამ ფილმს Google-ში იპოვის, ან უბრალოდ YouTube-ზე. მე ვიტოვებ ძალიან დიდი იმედს, რომ ტელევიზიები, ჩვენი ესე იგი ტექნიკური საშუალებები საკმაოდ მწირია და ტელევიზიებს დააინტერესებს და მოგმართავენ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს მართლა ხელოვნების იდეა და ესე იკარგებოდეს და ფართო ეკრანზე არ გადიოდეს, ან თუნდაც ტელევიზიის საშუალებით. სწორედ ეს აღნიშნეთ, რომ აი ეს ფილმები, აი მართლა სასწაული მელოდრამაა, არევიკი, თქვენ კი გახსოვთ. იგივე ცის ნაჭერი, ნუ ალიბაბა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი ზღაპარია. და აი ამ გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩართული იყო სომხეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი, კულტურის სამინისტრო და ყველამ რაღაც თავისი თითო აგური დადო, რომ ეს კარგი რაღაცა საგმო გვეჩუქებინა იქ მომსვლელი საზოგადოებისთვის. წამყვანი იყო ნიკოლოზ სულუკიძე და წარმოდგენილი ჰქონდა თბილისის თოჯინების თეატრს ერთი ძალიან კარგი ნომერი აქვს, დამზადდა სოფიკოს და ფრუნზიკას თოჯინები. და აი გამზადებული ნომერიც არის ესეთი პერფორმანსი, რომელიც აი იწვევს მაყურებელში როგორც ღიმილს, ისე ცრემლს და მთლიანობაში ძალიან კარგი ემოციური ნომერია. იცი რა არის და რაზე მიფიქრია, აი ჩვენი ცხოვრებიდან რომ დარჩეს, აი ხა რასაც ბოლო წლები, ხო რაღაც турბულენტურ პოლიტიკურ წლებს გავდივართ. გინდა თუ არ გინდა, ყველა საუბარი თუ არ იწყება პოლიტიკით, მთავრდება მაინც. გვინდა თუ არ გვინდა, სამწუხაროდ ხელოვნების სფეროშიც, აბსოლუტურად სფერო არ დარჩა, სადაც არ მოხდა ადამიანების ესე გაყოფა ჯგუფებად და ჩვენ თუ არ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ქონდა საოცარი მაგალითები, როგორ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებმა, ეხლა სად სომხეთი, სად ინდოეთი, ხო, სად საქართველო და დარწმუნებული ვარ, შენს არქივში ბევრია ესეთი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების ფილმებიც და რა ვიცი, ხელოვნების ნიმუშები, თუ არ დავიწყეთ აი ამ სიყვარულზე საუბარი და არ გავიხსენეთ, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა, იმიტომ რომ დღითი დღე სულიერება სულ უფრო ეცლება ჩვენს ყოფით ცხოვრებას. და აი მე არ ვიცი
რამდენმა ადამიანმა მოახერხა აი ამ ვთქვათ გამოფენის ნახვა მე ჩემგან გამოვხატავ ძალიან დიდ სურვილს და ჩემგან მზაობას და გთავაზობ ციღნაღს რომელიც საფესტივალო ქალაქია როგორც კი დაიწყება ასე ვთქვათ ციღნაღური სეზონი ეს არის გაზაფხული უკვე ასეთი გამოფენის გაკეთებას ბულვარში სადაც ყველა დაათვალიერებს იმიტომ რომ კარგია რომ ამ ქალაქმა საბოლოოდ აესახე მიიღო და წელს ჩატარდა უპრეცედენტო სიღნაღობა, როდესაც ეს არ იყო ერთი ქუჩის ამბავი. ეს იყო ლიტერატორთა, მუსიკოსთა, ისტორიკოსთა და არა მხოლოდ რესტორნების ზეიმი. იმიტომ რომ დაყვანა დიდი ხელოვნების მხოლოდ ხინკალზე და მწვაძე, ჩემთვის მაგალითად ძალიან შეურაცხყოფელია. და მე ვფიქრობ რომ შენ როგორც პროდიუსერი, რომელიც არაერთხელ სტუმრობს სიღნაღს და ხვდები რომ ყოველ ჩამოსვლასთან ხდება რაღაც ახალი კულტურის კერა, რომ თუ თბილისშია ეს გაუთავებელი რუზრუზია, აი ამ გაუთავებელი ურთიერთობის, ეს დაჭმული ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გადაწყვეტის, ხო? კიდევ კარგი გვაქვს ოაზისი, სადაც ყველაფერი წყნარად ჩუმად არის და არავინ იმისტი და ამისტი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში. რა შეგიძლია შენ კიდევ შესთავაზო ჩვენს მაყურებელს, აი რას ელოდებიან? აი როგორ ფიქრობ, იმიტომ რომ კინოინდუსტრია, შენი პროდიუსერული საქმიანობა იმდენად მნიშვნელოვანია ზოგადად. რაზე შეიძლება კიდევ ვიოცნებოთ, რა შეიძლება აქ მოხდეს? ეხლა თქვენ რას თქვით, ძალიან დიდი მადლობა, ეს იდეა არის ფანტასტიკური და შემოთავაზებაც მიღებულია. მართლა შეიძლება რომ კარგი საღამო გავაკეთოთ, გარდა იმისა რომ იქ მომსვლელი ადამიანები ფოტოებს დაათვალიერებენ, ჩვენ შეგვიძლია ამ დროს უჩვენოთ უნიკალური ასევე ვიდეო კოლაჟები, რომელიც იქნება ქალბატონი სოფიკოს ნამუშევრები სომხურ კინოში, ფრუნზიკას ნამუშევრები, მიმინო არ დაიდარდო და პლუს შემდეგ უკვე მათი ერთობლივი ნამუშევარი ინდურ ფილმში. რაც შეეხება კინოს, ბოლო ჩემი ნამუშევარი იყო დოკუმენტური ფილმი და ისე მივდივართ იქამდე რომ ფრუნზიკას ეძღვნებოდა, ეს დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც გამოკეტილები ვიყავით და კორონა იყო და ვერაფერს ვერ ვაკეთებდით და აი მაშინ დაიბადა იდეა რომ ეს გაკეთებული იყო და სხვათა შორის ამ მიმართულებაც სხვა ავიღეთ ინდოეთს ფრუნზიკ მეკრტეჩიანი ინდოეთს ვახსოვართ ანუ ბევრი რამე იყო გაკეთებული ფრუნზიკაზე ბევრი ფილმი მაგრამ ძირითადი თემა სულ იყო მისი პირადი ტრაგიკული ცხოვრება ან ოჯახი მე წაკითხული მაგ და ძალიან რთული ეს ყველაფერი და ისე ვიპოვეთ წერტილი აი მისი ურთიერთობა და ქალბატონ სოფიკოსგან განსხვავებით ორ ინდურ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული ფრუნზიკ მეკრტეჩიანს ორივე უმეშ მეჰრასი იყო. დათო ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი და მეგობარი თანამშრომლობს აი ბოლივუდის კინოინდუსტრიასთან. მე და შენ წლების წინ ისევ და ისევ შენი მოპატიჟებით მე მერგო ბედნიერება რომ ბოლივუდში ყოფილიყავი და ეს კინოაკადემია მენახა და ნამდვილად არაფრით არ ჩამოუვარდება ჰოლივუდს და დღესდღეობით უმეტი არ არის. და ნუ ეს საოცარი ფერთა გამა რექტორი რომელიც შეგხვდა და ეს სიამოვნებით მიგვიღო ოჯახში დაგპატიჟოთ ჰემა მალინი ხო ნუ საოცარი ეს იცი რა არის ქალბატონი რომელიც მსახიობია აი ლეგენდარული ზიტა და გიტასტა რომელიც პარლამენტის წევრია ხო და გავლენიანი ადამიანი ხო ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა ინდოეთში როგორ უბრალოდ როგორ სიტყვოთი შეგხვდა და მე ხედავდი შენ ფოტოებს შენ კიდევ არაერთხელ იყავი მისი სტუმარი. იცი ძალიან კარგად მიდის ქართულ-ინდური ურთიერთობები, ძალიან საინტერესოა და მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ დავაკელით რა ჩვენი ახალგაზრდების უფრო რაღაც დიდი ნაკადების ჩასვლა ინდოეთში, იმიტომ რომ რაღაც ისინი უფრო ახერხებენ აქეთ ჩამოსვლა. ჩვენ რაშია პრობლემა? გეტყვით, დავიწყოთ იმით, რომ მართლაც ეს იყო სადღაც 2012-13-ის მერე აი დაიწყო აქტიურად შემოსვლა პროდიუსერებმა, თვალიერებდნენ საქართველოს გადასაღები მოედნათ. ნუ ეხლა როდესაც შენთან იღებს ამხელა აუდიტორიის მქონე ქვეყანა და თვითონ ლამის 2 მილიარდი არიან და შენს ულამაზეს ბუნებას აჩვენებს ეს ტურიზმის განვითარებისთვის ფანტასტიკური რამ არის და ამიტომაც ძალიან ბევრი ფილმი გადაიღესო ვერ ვიტყვი რამდენიმე ფილმი იყო სრულად გადაღებული მაგრამ ძირითადად მასიურად იღებდნენ და ეხლაც ნუ რატომღაც ამ ბუმმა გადაიარა არ მინდა დავიჯერო რომ ამოიწურა გადასაღები ადგილები მაგრამ ძირითადად
მუსიკალურ ვიდეოებს. ანუ ან ცალკე კლიპად აღებულს, ან ფილმში იცით რომ რამდენიმე სიმღერა უნდა იყოს და ეს სიმღერები იყო გადაღებული საქართველოში. ეს იყო კიდევ დასაქმების კუთხითაც ძალიან კარგი ჩვენებისთვის. კი, ახლა უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ჩვენ ყავს უამრავი გამნათებელი ოპერატორი, ხმის რეჟისორი, რომელიც არ არის ვიზაჟისტი და არ არის დატვირთვა ახლა რომ თქვა რომ ქართული ფილმების გადაღების ბუმია, ხო არ არის, ხო? ამიტომ ისინი თავიანთი პროფესიით საქმდებოდნენ სწორედ ამ დასაქმდებიან აი ამ ინდურ ფილმებში და შედარებით მაღალ ანაზღაურებად. შემდეგ თუ ისე გამოიჩინეს თავი, ისინი უკვე თვითონ იქ და მიიწვევენ ინდოეთში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ისეთი კულტურული, აი ამის გარდა გქონდა სუხიშვილების კონცერტები ინდოეთში. ეს გააკეთა სწორედ ჰემა მალინი, ის იყო 4 უდიდეს ქალაქში ინდოეთის, მუმბაი, დელი, კალკუტა და ჩენაი. 2 კვირის განმავლობაში აი ამ უდიდესი ქალაქის ქუჩები მოფენილი იყო ბანერებით, დილით პრესა მივიდოდა სუხიშვილები და საქართველო ინტერნეტში შეხვიდოდი და სუხიშვილები და საქართველო უდიდესი რეკლამა გაუკეთდა მაშინ და ფანტასტიკურად ჩაიარა ამ კონცერტებმაცაც. ნუ ლეგენდაა კიდე შაჰრუხ ხანი, ყველა მიცის ინდურ კინოს და ამ კონცერტის წამყვანი იყო შაჰრუხ ხანი. აი რაღაც ეხა რო უკვე რო არ არსებობდეს ის ვიდეოები, ფოტოები შეიძლება გიგეფიქრა რომ არც ყოფილა და ანუ დამესიზმ რაღაც ვან რაღაცა, მაგრამ იყო. არ არის იმ მასშტაბებით როგორიც ალბათ ჩვენ გვინდა და რაც თქვით კარგი იქნებოდა რომ ასე იყოს, მაგრამ აი რო გითხათ ახლა მიზეზი აი ძალიან შორს ხო, აგვიყვანს. ჩვენ მივეჩვიეთ ზოგადად ესე რომ თუ რაღაცა კარგი ხდება, უნდა ხდებოდეს საქართველოში, რჩებოდეს საქართველოში და იმის მაგერად რომ საზღვრები გავხსნათ და უფრო მეტი ხალხი მივიღოთ, ხო? მე მაგალითად ყოველთვის ვარ იმის მომხრე, რომ თუ ადამიანი შემოდის როგორც სტუმარი, როგორც ინვესტორი, როგორც რაღაცა დიდი ჯგუფის წარმომადგენელი და შემდეგ ასაქმებს ქართველებს რატომაც არ უნდა გაუხსნათ გზა, ხო? და ფანტასტიკური რამე მოხდა სწორედ გეთახმებით, რამდენიმე თვეა, რაც დაინიშნა პირდაპირ რეისები თბილისი-მუმბაი. რაც არის, ხო, ჩვენ რომ მუმბაიში მოხვედრილიყავით, უნდა გადამჯდარიყავით ან დუბაიში, ან შარჯაში. ეხა ესეც მე მგონი კარგი იქნება. აი მართლა პირველად ისტორიაში მოხდა, რომ თბილისი-მუმბაი. მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე ერთი წელია თუ რაღაც თბილისი-დელი. ფანტასტიკურია გაიხსნა ეს საზღვრების და აი ნახოთ ამან მე მგონი უფრო მეტი ეს საშუალება მით უმეტეს რომ შენგან ვიცნობ მე ზუსტად ახალგაზრდა შემსრულებლებს ინდური ცეკვების საკმაოდ პოპულარული გახდა ეს ყველაფერი საქართველოს ყოველთვის იყო ინდური კულტურა პოპულარული ეხლა ჩვენ თავარია რომ ინდოეთში იმ ძალიან შენი თქმის არ იყოს მართლა 2 მილიარდიან ქვეყანაში და მეტი საქართველოს გახდეს პოპულარული მე მინდა გითხრა რომ შარშან არ ბოდიში ერთი თვის წინ თელი პარიზი გადავსებული იყო სიღნაღის ფოტოებით და ნუ ჩემი და რომელიც იქ ცხოვრობს ისეთ შოქში ჩავარ და მირეკავს რომ თვალებს არ დაუჯერე მეტროებთან როდესაც სიღნაღი დავინახე და იქ შენი პატარა სასტუმროც მოჩანდაო ეს სიღნაღი სულ არის 2 ქუჩა და პაწაწუნა და ლამაზია და ძალიან კარგი აქტი იყო ესეთი რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროც დეპარტამენტის ტურიზმის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი კეთდება ესეთი სარეკლამო კამპანია, მომენტალურად აქ თბილისში ტურიზმის ნაკადი გაცილებით უფრო დიდი ხდება. ჩვენ უნდა მივეჩვეოთ, რომ არ შეიძლება საქართველოში მხოლოდ ფრანგები და ინგლისელები ჩამოდიოდნენ, ხო? ინდოელი ძალიან კარგი ტურისტია სხვათა შორის. მე ხარ ვიტყვი იმ ქვეყანას, რომელიც საშინელი ტურისტია. უბრალოდ არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ინდოელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი ტურისტები არიან, ძალიან მოგრძალებულები, ძალიან კულტურულები, ძალიან ზდილობიანები. და სხვათა შორის აქვე მინდა ერთი ამბავი მოუყვე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ცოტათი შევეხო პოლიტიკას, ძალიან არა, მაგრამ რომ აი არ მივყიდოთ ქართული მიწები და ჩვენ იქ სადაც მე ბინა დავიდე სიღნაღში წლების განმავლობაში იყიდებოდა არაჩვეულებრივი ძველებური იუნესკოს ძეგლის შენობა, სასწაულის შენობა, რომელიც შემდეგ იყიდა ერთმა საკმაოდ გავლენიანმა ქართველმა, რომლისთვისაც არაფერი არ იყო იმის შენახვაც. და მაინც გადაწყვიტა რომ გაეყიდა. სხვა უფრო მაღალი პოზიციებისთვის ემზადებოდა და არ ჭირდებოდა როგორც ჩანს იქ ქონოდა ეს უზრავი ქონება და მაშინ მე მივმართე 20-30 ჩემს საახლობლოში ვინც არიან შეძლებული ადამიანები თან არ ღირდა ძალიან ძვირი აქაც უნდა ითქვას რომ საკმაოდ და ვუთხარი რომ თქვენ რომ მოიკლოთ თვეში
თქვათ 2 და 3,000 ერთჯერადად და შევიძინოთ და ეს იყოს ჩვენი კულტურის ძეგლი, მე თბილისი გავყიდა იცი შენ და გადავედი და მაინც ვალი მომყვა, იმიტომ რომ ასე არ ხდება მარტივად და შეძლებული ადამიანებისთვის თითო იუნესკოს ძეგლის გადარჩენა, რომელიც ეს იქნება საქართველოს საკუთრებაში, არაფერი არ უღირდათ ამის გაკეთებად, მაგრამ არ წამომყვნენ, ეს დიდი არავინ არ გაიზიარა და შემდეგ ეს არაჩვეულებრივი სახლი, სადაც 14 ოთახია, ძეგლია, რა ვიცი, საოცარი ქმნილება არის, იყიდა ინდოელმა, სხვათა შორის არაჩვეულებრივი ადამიანია. მისი მამა იყო წლების განმავლობაში გემის კაპიტანი, ახალგაზრდა ყმაწვილია და ოჯახთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში. ძალიან ზრდილი, ძალიან კულტურული და უკვე თითქმის 1 წელია არემონტებს, უთანხმებს ამას, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვას და ასე შემდეგ. ყველა დაწითხრა ძალიან კანონმორჩილი, ძალიან ეს სკულპტურულად, აი ზედმეტად ხანდახან ბიუროკრატიულებიც კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. და რატომ ყვებიცი ის მეუბნება, რომ ლალი მე მინდა ეს იყოს ქართველების და ინდოელების გამაერთიანებელი რაღაცა სავანე კახეთში. რატომ არ შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო ქართველების? ვიღაცებს ენა რო აქვთ წაგდებული, რა გიშლიდათ, ჩემო მეგობრებო, საკმაოდ შეძლებულო მეგობრებო. თქვენთვის ის 2,000 გაღებული და შედგებოდა ის თანხა, საკმაოდ იაფად გაიყიდა ეს ყველაფერი, არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ნუ ეს ლაპარაკი ძალიან მარტივია და კარგად გამოსდით, მაგრამ სამწუხაროა რომ შემდეგ არ განხორციელებაში ცოტა უჭირთ. და მე დარწმუნებული ვარ. ამიტომაც მიყვარს ინდოეთი და ამიტომაც არის რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 35 წელი შევალიე მათი კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ინდოეთში. და ეს ადამიანები არიან. ხა ერთი ადამიანის ყალობაზე რაც გამომივიდა. აწის ხვებმაც გააკეთა. არ გიფიქრია გადაიღო ფილმი ინდოეთში. აი ახლა რაღაცა მგონია რომ რაღაცა ახალი რეალობა. ხო, აი ეგ ბოლო პერიოდში ძალიან მაწვალებს, ასე ვთქვათ, მიიღრმის და თუ ეგეთ რაღაც შემოგვიჩნდა, ამას მე ვაკეთებ, ხო. ეხა რომ გითხრათ, ერთ-ერთი ასეთი იყო 2009 წელს. მაშინ გადაიღო ავთოვარსი მაშინმა ფილმი ყველაფერი კარგად იქნება. ეს რას მოყვა უცებ მოყვები 2 წუთში. ერთადერთი ფილმია, რომელიც სრულად გადაღებულია ინდოეთში. ჩვენ ვიყავით მუმბაიში, მე ჩვენ მეგობარი მსახიობი კახა მიქიაშვილი და ბატონ ავთომაც თუ შევა მეც წამოვალ, შემოვუერთდები თქვენს გუნდს. წამოვიდა. შემდეგ ისე მოხდა რომ დაუგეგმავად მოგვიწია წასვლა გოაში და იქ აღფრთოვანდა და ერთ-ერთ საღამოს თქვა რომ მოდი აქ კინო გადავიღოთ. ხო, მოდი, მაგრამ აი თან რო გულში ფიქრობ რაც დასაწყისში თქვი ხა გადამღები ვართ ჩვენ აქ ინდოეთში ეს იმხელა სირთულეთ. რო ჩამოვედით ერთი კვირა იყო გასული თუ 10 დღე რომ დარეკა ბატონ ავთომ და შეგვიძლია მოხვიდა თეატრშიო მივედი და მზად ქონდა უკვე სცენარი. დაჯექია და წაგვიკითხა ყველაფერი კარგად იქნება და ეხა უკვე უკან დახევ იმ კაცმა თავის ხარი შეასრულა მზად იყო სცენარის მზად ქონდა სხვა ნიუანსების მზად ქონდა და ამიტომაც გამოგვივიდა. კი და ძალიან კარგი. ხო, და აი ამდენი წელი მაინც მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია და დარწმუნებული ვარ ეხაც საახალწლო ეთერში არაერთ ტელეკომპანიაში გავა. და რაც შეეხება ეხა მართლა უკვე სხვა ის იმ პერიოდისთვის იყო და გაამართლა რაღაც კომედია. კი, კარგი იყო გადასარევი, მაგრამ წინ მივდივართ, ხო? ეხა რაღაცა სხვა მით უმეტეს რომ ყველანაირი ამის რესურსი წინაპირობა გვაქვს და არ დაგიმალავთ ეხა ერთი თვის წინ ერთ-ერთი ქვეყანის პროდიუსერებს და რეჟისორებს ჩავყევი თხოვეს რომ წავყოლიყავი და ისინი შევახვედრე და დავეხმარე იმაში რომ მათ გადაიღონ ინდოეთში. ნუ ვიტყვი კიდევაც სომხური ფილმი უნდა გადაიღონ ეხა ინდოეთში აი თებერვალში იწყება გადაღებები და ამიტომ ეხა ისე როგორ გავჩერდებოდი რომ ჩვენც არ გავაკეთოთ და არა ის რომ მხოლოდ ისინი ჩამოვიდნენ გადაიღონ და ჩვენ აქ ტექნიკური პერსონალი ვიყოთ არა არამედ გადავიღოთ ძალიან კარგი ფილმი. ხო, შევთანხმდეთ ალბათ თანხმდებით ყველა იმაზე რომ ჩვენი ახლა კინოინდუსტრია რაღაც გარკვეულ კრიზისულ პერიოდს განიცდის. ალბათ ის რაც ხდება გარეთ ყველაფერი აისახება მაინც კინოინდუსტრიაზეც. ძალიან სამწუხაროა ის ამბავი რომ თუნდაც აი რუსული კინოინდუსტრია რო ავიღოთ ის მსახიობები რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და რაღაცას აპროტესტებენ და ნუ არა რუსული კანონიდან დაიწყეს და შემდეგ ყველაფერი რუსული მათთვის წარმოუდგენლად მიუღებელია, ხო? თვითონ ყველას აქვს ნათამაშები მაღალ ბიუჯეტიან ფილმებში რუსულ.
პრაქტიკულად ყველა მსახიობი, რომელიც საკმაოდ ხმამაღლა ყელყელაობდა ქუჩაში, ყველა აბსოლუტურად გადაღებულია რუსულ ფილმში. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ერთი ხელით ან ერთი ჯიპეს ივსებდე ერთი ქვეყნის ხარჯზე და შემდეგ გამოდიოდე და ამბობდე რომ არა ეს ყველაფერი არ მინდა. იცი რა არის დათო, დღეს თუ ეს ყველაფერი ეხება რუსულს, ხვალ შეიძლება ინდურს შეეხოს, ზეგ შეიძლება თურქულს შეეხოს და არაერთხელ შეხებია. მაზეგ შეიძლება ეს ჩინეთი იყოს და არ გვინდა ჩინური არაფერი. ისევე როგორც არაფერი დუბაი მოწონთ. რაღაც ნიშნები ინდოეთის ხრივ არის, კინო შეიძლება არ ეხება, მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა იმით დაიწყოს და გადავიდეს მერე. ჩვენ ხო რატო ვსაუბრობთ ამდენს, ხო? როცა მე ბურჯ ხალიფა მომწონს და მისი ავტორი ჩამოდის საქართველოში და შემდეგ მე ვფიქრობ როგორ გავაფუჭო ეს ყველაფერი და ეს აღარ მომწონს. რაღაცეები არის, რაც უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. კინოინდუსტრია უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. თუმცა ნახე როგორ არ გამოვიდა ტრამპთან ერთად, შენ იცი რომ ჰოლივუდი გაიყო ორ ნაწილად. და რაღაც საოცარი ამბავი თქვეს ხო ერთმა ნაწილმა მსახიობების რომ იმაში წავალთ მოგზაურობაში წავალთ 4 წელი ვიმოგზაურებთ გემითო და როდესაც ახალი არჩევნები იქნება მე ჩამოვალთო ხო ნუ ალბათ ეს ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია მაგრამ ამერიკა მოერევა ამას ის დიდია საქართველოში სადაც შენ პორტფოლიოში ყავს რამდენი 30 კარგი მსახიობი მეტი არ შეიძლება ყავდეს პატარა ქვეყანას და ის 30 მსახიობიც დაკავებულია სხვა საქმით და არა კინოინდუსტრიით, ძალიან რთულია ამ დროს იფიქრო, აი რა შეიძლება გავაკეთოთ. მართლა ძალიან გული მწყდება, რომ აი გაჩერებული ვართ, არაფერი აი მართლა ქართული კინოების აი ძალიან ცოტა და ამ დროს სხვა ქვეყნებში აი მეზობელ ქვეყნებში როგორ ვითარდებიან, როგორი აქტიურია ფესტივალზეა, კინოფორუმზეა, სტუმრიანობა ყველანი უკვე იქ ჩადიან და რაღაცა შორიდან მე ჩადიხარ შენ იქ მონაწილეობ, მაგრამ ხო შინაგანად გინდა რომ რატო ეს ჩემთან არ არის? რატომ არ შეიძლება რომ ეს ჩემთან იყოს, კაცო? იქ კინოა, რაღაცა მეგობრობა, თუ აქამდე გამაერთიანებელი იყო ეს კულტურა და ხელოვნება, ეხლა რა დაგვემართა, ხო? ხო, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ მაინც ვიყავით აი ამ საწყისებთან, თან ქართული კინოხელოვნება ეს არის, არ ვიცი, მსოფლიო კინოხელოვნების აკვანია. როგორ შეიძლება აი ახლა აი განვიცდიდეთ ესეთ ცოტა შეჩერებულ პერიოდს და მე შეხედავ რომ იცი რა ცნობილი კინორეჟისორია რაღაცა პოდკასტი მიყავს იქ რაღაცა მსახიობია სხვა თემით არის დაკავებული მე იცი რა არის როდესაც შენ იწყებ იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს სხვა საქმის კეთებას ის საქმე საბოლოოდ ზარალდება კი ბატონო. აი თუნდაც ავიღოთ ეს მაგალითი ხო? სოფიკოს და ფრუნზიკას მეგობრობს. აი ხა მაგალითად 4 ივლისს ჩატარდა სუნდუკიანის თეატრში, ერევანში სუნდუკიანის თეატრი იგივეა, რაც ჩვენთვის რუსთაველის თეატრი. სწორედ სოფიკოს და ფრუნზიკას ხსოვნის საღამო, რომელსაც ერქვა სიყვარულის ხიდი. ჩვენი მხრიდან მონაწილეობდნენ თამარ გვერწითელი, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ბენდი. ვერ წარმოიდგენ რამხელა სიყვარული და მონატრება და ნოსტალგია და ერთი კვირით ადრე ბილეთებიც აღარ იყო, ხო, ვინც დაორგანიზდა რაღაც, გითხრა რომ აი ბილეთები აღარ არის ერთი კვირით ადრე. ხო და აი ესეთი ის არ ჯობია, ესეთი რაღაც თან გვაქვს მაგალითები. აი თუნდაც დავით ჩვენი თავარი თემით რო ვთქვა. აი მინდა დავიჭირო ეს პოზიტიური, ასე თქვა, ტალღა. ერთი გისურვო შენ შემოქმედებითი წინსვლა, იმიტომ რომ შენ ზუსტად იმას საკში ხარ, როდესაც აი რაღაც ისეთი უნდა შექმნა მართლა ეპოქალური და მართლა მნიშვნელოვანი და ზუსტად ვიცი რომ გამოგივა მე მიგული ყოველთვის გვერდში მთელი რესურსით რაც მე გამაჩნია ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და გელოდები ახალი იდეებით დიდი მადლობა მეც გისურვებ წარმატებას როგორც აქ აი ამ რადიოში ამ გადაცემით ასევე შემიძლია ისე რომ არ გამოგვივიდეს გუგული და მამალი მაგრამ გულით ვამბობ რომ მართლა არ ვიცი აი უშრეტი ენერგია და რო შემოდის ადამიანის შენს გვერდით სულ რაღაც სიახლეა, სულ რაღაც განსვა არ ჩერდები, არ იღლები და აი ღმერთმა მოგცეს ეს ენერგია და ყველა შენი ოცნების შესწავლ ყველაზე თამამი იდეების განხორციელებაში იყოს ღმერთი შენი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მე გემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე არანაკლებ საინტერესო თემებით შევხვდებით ერთმანეთს მოროშკინას პოდკასტში.